გამარჯობა მეგობრებო. ახლა ხომ ნახე ისლამ მახაჩევის ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდი მისი და იანგარის ბრძოლის ყურებისას. ის თავიდანვე არ იყო გახარებული ოქტაგონში ჩემი წარმატებით. მინდა რამოდენიმე რამ განვმარტო. ვფიქრობ, ისლამს ეს ბრძოლა უნდა მოეგო. რა თქმა უნდა, ისლამ მახაჩევის ჯიდაობა და საბრძოლო გამოცდილება ბევრად უკეთესია. მე მომწონს იანგარის და ასევე ისლამ მახაჩევიც. ვფიქრობ, ისლამ მახაჩევი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანია. მომწონს ისლამი. ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი და თავმდაბალი ჩემპიონია. პატივს ვცემ იმ თემძიმე შრომას, რასაც ის თავის კარიერაში დებს და მის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს. ბრძოლის შემდეგ ისლამს მიულოცე, ასევე მიულოცე ჩემს სოციალურ ქსელების მეშვეობითაც. ისლამისა და შავკადის დაპირისპირება მაგარი იქნება. ისლამი მორალეს უბრალოდ მოკლავს. მაგრამ როდესაც ვნახე, რომ მისმა გუნდმა რუსეთის დროშა გაშალა ოქტაგონში, გავფრასდი. ვფიქრობდი, რომ იქ დროშის შეტანის უფლება არ ჰქონდათ. მე არ მართავენ ნებას დროშა გამოვიყენო. და მიზეზი, რატომაც ასეთი რეაქცია მქონდა, არის ის, რომ პირველ რიგში UFC-ში ჩემი ხუთივე სატიტულო ბრძოლის დროს არასდროს მომწეს უფლება გალიაში ჩემი ქართული და ამერიკული დროშა შემეტანა. ეს დროშა აკრძალულია მთელს მსოფლიოში. ასევე მინდა ერთი რამ ძალიან მკაფიოდ ვთქვა. მე არ მძულს რუსი ხალხი, მე მძულს რუსული პოლიტიკა და რუსული მთავრობა. ჩემი პრობლემა მთავრობასთან და მის ქმედებებთანაა და არა ჩვეულებრივ რუს ხალხთან. ეს ძალიან პირადულია. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული. სულ რაღაც 20 წამს აგათ მე მეგობრებო, რომ შენთან ერთი თხოვნა მექნება. ალბათ უკვე მიხვდი, თხოვნა გამოიწერო არხივ და გააქტიულო ზარიზღილაკი, რადგან არ გამოგჭეს ახალი ვიდეოები. 5000 გამომწერამდე სულ რაღაც 50 გამომწერამდე გვაკლია. მე გიკვირდები 5000 გამომწერზე ახზე ბევრი ცვლილება და უფრო მრავალფეროვანი კონტენტი გელოდება. მადლობა ეს თხოვნა თუ უკვე შემესრულე, ახლა კი განვაგრძოთ მე აბდუალიშვილის მოსმენა. და არსებობს ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომის, ოკუპაციის და ტანჯვის ისტორია. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ჩეჩნეთში მოხდა საშინელ ძალადობაზე და ისინი დღემდე კლავენ ხალხს უკრაინაში. რუსული მედია ყოველთვის პროვოკაციულ შეკითხვას მისვამს, მაგრამ ისინი ამ ვიდეოს არასდროს თარგმნიან პატიოსნად ან არ აჩვენებენ იმას, რასაც სინამდვილეში ვამბობ, რადგან ეს არ ჯდება იმ ნარატივში, რის შექმნაც მათ სურთ. რეალობა ისაა, რომ რუსეთის მთავრობა არის დიქტატორი და კორუმპირებული. იქ არ არის სიტყვის თავისუფლება და თუ რუსეთში რაიმეს გააპროტესტებთ, ციხეში მიდიხარ. ეს ფაქტებია. ყველამ ვიცით ხაბიბი და ისლამი, ისინი დაღესტნიდან არიან. უმეტესობა ინგუშეთიდანაა, ყველანი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისინი მუსლიმები არიან, აქვთ საკუთარი კულტურა, საკუთარი ტრადიციები. ასე რომ არ ვიტყვი ოკუპირებულს, მაგრამ დიახ, გარკვეულწილად რუსეთმა დაიპყრო ეს ქვეყნები და მათ რუსეთის წარდგენა უწევთ. ჩემთვის კავკასიის ხალხს, დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს და რეგიონის სხვა ნაწილებს აქვთ საკუთარი იდენტობა, კულტურა, ისტორია. პატივს ვცემ კავკასიელ დაღესტნელ ხალხს. ის კავკასიელია და ჩვენ მეგობრები ვართ. მებრძოლი ხალხია, ისევე როგორც საქართველო. ასე რომ ვთქვი, რომ ის დაღესტნიდანაა, მაგრამ უბრალოდ რუსეთის დროშას წარმოადგენს. მესმის, მაგრამ ისლამმა თქვა, რომ არა, ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არასდროს ეხებოდა ისლამს პირადად.